მეგობრებო, როგორი საინტერესო ვერსია მოვისმინეთ. ყველასათვის გამორჩეოთ, თან შემოგვიერთდით, გადმოინაცვლეთ ჩვენთან. ყველასათვის მე ვიტყოდი გამორჩეულად საყვარელი მუსიკალური კომპოზიცია რუსა მორჩილაძის იები. ამ შემთხვევაში უკვე ინგლისურენოვანი ვერსია. მაყურებელს ვეთქვი, რომ ეს იყო ჯგუფი Bookmarks-ი. აპლოდისმენტები პირველ რიგში მათ ნამდვილად დამსახურებული და ჯგუფი გეტყვით, რომ Leipzig-ის აკაპელის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა და 2026 წელს გერმანიაში ფესტივალის ფარგლებში The Bookmarks სოლო კონცერტით ჩაინიშნა და სწორედ ეს ადამიანები არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები და მასთან ერთად მათი ხელმძღვანელი ბუკა კარტოზია და ბუკა პირველ რიგში მიიღე ძალიან ბევრი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჟღერდა ინგლისურენოვანი ვერსიაც და უნდა მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, ეს დიდი წარმატება, მით უმეტეს Leipzig-ის აკაპელის საერთაშორისო ფესტივალი, ეს არის ძალიან პოპულარული, ძალიან მასშტაბური და ნამდვილად ის ფესტივალი, სადაც გამარჯვება არც ისე მარტივია და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ერგო წილად ეს ძალიან კარგი ჯილდო. თან გამორჩეული თარიღი ქონდა წელს, ესეც უნდა ითქვას. კი, საიუბილეო თარიღი, კი, ესეც ამის შესახებ ბუნებრივია ჩვენი სტუმრები დეტალურად კიდევ უფრო კარგად მოგვიყვებიან და დაგვაკვალიანებენ. მოგვიყევით აბა თქვენი ემოციები. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის. ეს ფესტივალი ცნობილი ფესტივალი არის ევროპაში, სულ 5 არის ესეთი დიდი ფესტივალი. ერთ-ერთი არის Leipzig-ის აკაპელის საერთაშორისო ფესტივალი. სადაც პირველად საქართველოს მონაწილეობა მიიღო 2013 წელს, მაშინ ჯგუფი Quintessence გახდა მეორე ადგილის მფლობელი და წელს გაიმარჯვა Bookmarks-მა ჟიურის ერთხმად აღიარა ყველამ, რომ მეეჭობა რომ ხიტის ნიშნები ყოფილიყო. კი, ძალიან. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმდენად რამდენადაც ახლა ესენი არიან ბავშვი 14-დან 16 წლამდე არის ასაკი და ეს არის პროფესიული მუსიკის ფესტივალი, ანუ ბავშვები როგორც გამონაკლისის სახით ისე იყვნენ დაშვებულები შესარჩევი ტურის მასალის მიხედვით რა, იმიტომ რომ არც მოიაზრება რომ ბავშვმა უნდა მიიღოს აქ მონაწილეობა. რუსა მორჩილაძის იების ახალი ვერსია თქვენი ინიციატივა იყო, ხო, როგორც ვიცი? ჩემი იდეა იყო საერთოდ ქართველი კომპოზიტორების სიმღერების გაინგლისურება, იმიტომ რომ ჯგუფი არის საგასტროლო, ან თვითონ მომღერალი, სოლისტიც რო იყოს, არის ისეთი, რომელიც გასტროლზე დადის, ძალიან სამწუხაროა ხოლმე, რომ ქართულ სიმღერას იმ მასშტაბით და იმ რაოდენობით ვერ მღერით მომღერალი საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ელემენტარულად ჭირდება იქ ტექსტის თარგმანი, რაღაცას მოდის მე შეკითხვები, რომ აბა რაზეა სიმღერა და ესე, მოკეთ არ არის რა მიზანშეწონილი, უფრო ინგლისური უნდა იმღერო საერთაშორისო ენა რაც არის. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს როგორც ევოქროსკიური რო არის საბადო რა, იმდენი კარგი ქართული სიმღერაა, რომ იმას შესაბამისად ინგლისური ტექსტი არის უკვე ახალი სიტყვა საერთაშორისო ბაზარზე. ძალიან კარგად ჟღერდა. არის ჩვენი ნამდვილად. საინტერესოა როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი, თქვენი ისტორია ცოტა რომ მოგვიყვეთ, რადგანაც როგორც ხედავთ 14-დან 16 წლამდე, ხო? შვენიერი პალიტრა არის, დამწყები მუსიკოსები, თუმცა უკვე დიდი წარმატებით. რატი? მოდი შენ გვიპასუხე ისტორია, როგორ შეიკარით და როგორი არის ესეთი, როგორ ახერხებთ ესე ჰარმონიულად თანამშრომლობას უკვე ამ ასაკში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენ ჯგუფის შექმნას, ჩვენ ჯგუფი შეიქმნა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მუსიკალური პროექტის რანინას დროს, როცა საჭირო იყო მოკლედ ესეთი მრავალხმიანი ტური და ბუკამ, ასე ვთქვათ, ამოირჩია განსაკუთრებული რანინელები, აი ჩემ მეგობრებზე მინდა ვთქვა ეს ყველაფერი მართლაც რომ და ამ რანინელებისგან შედგა ესეთი თანხმოვანება, ასე ვთქვათ, რაც შეეხება ერთად სიმღერის პროცესს, ძალიან სიამონებს ძალიან მოგწონს ერთად ყოფნა, ისედაც სიმღერის გარეთაც მეგობრები ვართ და ძალიან მოკლედ შეხმატკილებულები ვართ, ასე ვთქვათ და რაც საქმეშიც ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა მაინტერესებს მე ბავშვებთან მექნება შეკითხვა, ვისაც გაგიხარდებათ, მიპასუხეთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ აქ ასაკობრივი შეზღუდვა შეიძლება ესე წესდებაში არ ყოფილიყო, მაგრამ გამონაკლისის სახით დაუშვეს ბავშვები. თქვენთვის რამდენად საპასუხისმგებლო იყო, ან ხო ნერვიულობდით ამაზე, როცა იცით, რომ თქვათ ყველა გარკვეულ ასაკში ვიცით, რომ ხმის დამორჩილება არის ძალიან რთული. მით უმეტეს იმ ასაკში, როცა თქვენ ხართ და თქვათ, როცა გიწევთ კონკურენციის გაწევა 20 ან 25 წლის
მუსიკოსებთან ცოტა ისეთი რთული საკითხია. რამდენად მარტივად გადაიარეთ ეს ყველაფერი და მქონდა თუ არა ვთქვათ, აი მოლოდინი რომ ჩახვიდოდით და გამარჯვებულები დაბრუნდებოდით მერე სამშობლოში. იცით რა, ძალიან დიდი იმედი გქონდა, რომ გავიმარჯვებდით. თავიდან როცა გავაგზავნეთ ეს სიმღერები, მე მოგვიწია რაღაცების გადაკეთება ყოველ რეპეტიციაზე, იმიტომ რომ ყველას გვეცვლება ხმა განსაკუთრებით ბიჭებს და ამიტომ ნოტების მიხედვით არ იყო და არ დაემთხვა. ბიჭებო ეთანხმები? ესეთ ასაკში არიან. თუმცა მგონია რომ მაინც ადვილად გადაიარეს და ესეთ კარგი ანუ მოდი ვთქვათ სიმართლე ხარ ეს ბიჭების მის გამო არ იყო ეგ ხა ეს პროფესიული ფესტივალია და ჟიური სჭირდება ნოტები პარტიტურა რომ მიყვებიან ესე რომ ზუსტად ხო რამდენად დაცულეს ის კი არა სიმღერას და სიმღერას შორის ტაშს არ უკრავენ რომ ტონი გაიგონ სად თქვა რა ამაღლეს და ადაბლეს და ასე შემდეგ და ჩვენ ძალიან ქართულად არ გქონდა ნოტები მოწესრიგებული, თან ყოველ რეპეტიციაზე რაღაცას ვამატებთ, რაღაცას ვუვით და ბოლომდე ეს ცოტა გაურკვეველ ვითარებაში. სხვა შემთხვევაში აკლებენ ქულებს მაგაზე რა ჯგუფს, რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული ნოტები და ამ შემთხვევაში ჟიურის თავმჯდომარე მეძებდა რაღაცა სიმღერის ნოტებს, რომელიც საერთოდ არ ჰქონდა გაგზავნილი, ერთი სიმღერა ეგეთი იყო და რობერი პოვნა მე გაჩერდა და დაედმოდა, მე გავჩერდიო და მივხვდიო რომ არ უნდა ვეძებო და უნდა მოусმინო. უბრალოდ მეყურებინა მომესმინა და კი დასრულდა და დაგვირგვინდა ძალიან დიდი წარმატებით და 2026 წელს არის სოლო კონცერტით ჩანიშნული, ეს ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მოკლედ რომ მითხრათ სამზადისი როგორია, რას ნიშნავს, რამდენად საპასუხისმგებლოა რომ ფესტივალის ფარგლებში უკვე აუდიტორიის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგებით და შემდეგ კიდევ ერთი მუსიკალური კომპოზიცია მე მგონი უნდა მოვისმინოთ. აბა როგორ ემზადებით? არაფერი სამზადისი ჯერ არა. ნოტები ისევ არ გვაქვს? გამარჯვებულები. ჯერ ემზადებით გრაცის საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ივლისში არის და ავსტრიაში ანუ კარს მოყვათ გაუყვე. ჯერ მაგის სამზადისი. ნოტებით გვიწევს იქაც წასვლოთ და ნოტების და მოვაწესრიგოთ ყველა ვარიანტი. შეიძლება აღარ გაგვივიდეს ეგ. თუმცა იმ ხელ გამოცდილება აქვს უკვე რომ დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული. აი ეს იყო ამათი პირველი საერთაშორისო გასვლა და კონკურსიც პირველი და ამაზე უკეთესი შედეგი არ შეიძლებოდა რომ ჩამოეტანა. მოკლედ სტარტი არაჩვეულებრივია, ფანტასტიკურია და მოდი არ დავაგდოთ ეს განწყობა და შუადღის მაყურებელს კიდევ ერთი სიმღერა შევთავაზოთ.